დაბრუნდით პირდაპირ ეთერში უკვე სტუმრებთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით 6 ნოემბერს 11-დან 17 საათამდე ვარდების მოედანზე უკვე ტრადიციად ქცეული ყველის ყოველწლიური ფესტივალი გაიმართება. ყველაზე გემრიელი ფესტივალი, რომელზეც ყველის გარდა ასევე მოხდება თაბლის და ღვინის დეგუსტაციაც. სწორედ ამ ფესტივალზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილეა ჩვენთან ერთად ნოდარ კერესელიძე და კომპანია ბუტანას წარმომადგენელი ჯემალ ხატიაშვილი. დილამშვიდობის და მოგვარე ქეთევან თქვენი. დილამშვიდობისა და ძალიან სასიამოვნოა და კიდევ უნდა ვთქვათ, რომ რამოდენიმე ყველის სახეობა გვაქვს აქ, იმდენად მრავალფეროვანია ყველის სახეობა, რომ უბრალოდ ფიზიკურად ყველაფერს ვერ დავატევდით ჩვენთან სტუდიაში. თუმცა რაც გვაქვს წარმოდგენილი, ესენი უკვე ძალიან კარგია. მანიკამ სურნელი აქაც მოდის. დეგუსტაცია ჩაატარა. შეფუთული არის კარგად. მოგესალმებით, პირველად დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად დილიდან, ბატონო ნოდარ. მე რამდენად იმართება ყველის ფესტივალი, ამაზე რომ ვთქვათ და ამჯერად რამდენი ყველის კომპანია და მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას მასში. მოგესალმებით, დილამშვიდობის, მივესალმებით მაყურებლებს. ყველის ფესტივალი უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე რამოდენიმე წელია მხარს უჭერს ამ ღონისძიებას, მაგრამ წელს იქნება უფრო განსაკუთრებული, ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწარმოებელი იქნება წარმოდგენილი, უშუალოდ მწარმოებელი ყველის, სადღაც 45 გვეყოლება მონაწილე და რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასევე იქნება წარმოდგენილი ჩვენს მიერ მხარდაჭერილი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ წავახალისოთ ეს ახალი მეურნეობები და მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ მათი პროდუქციის პოპულარიზაციას. ასევე ძალიან მისასალმებელია, რომ ასორტიმენტიც იქნება ძალიან განსხვავებული. წელს გვექნება უფრო მეტი სახეობის ყველი, ვიდრე წინა წლებში, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ნამდვილად იზრდება ასორტიმენტი ქართული ყველის. საინტერესოა, თუ შეგვიძლია დაახლოებით ვთქვათ, დაახლოებით რამდენი სახეობის ყველი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე? საერთოდ ასე ვამბობთ ხოლმე, რომ დაახლოებით 60-მდე სახეობის ყველი არის საქართველოში, რომელთაგან უმრავლესობა სამწუხაროდ იყო მივიწყებული წარმოების ტრადიცია ან დაკარგული, მხოლოდ ქართული არის 60-მდე სახეობის. და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ აი იმ დაკარგული თუ დავიწყებული სახეობების წარმოჩენას და ეს ფესტივალი ამასაც ემსახურება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დამეთანხმებით, რომ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში ძალიან შეზღუდულია ის სახეობები, რასაც ვიყენებთ. ყველაზე გავრცელებული ალბათ იმერული ყველი, სულგუნი, შებოლილი და ასე შემდეგ. რადგან სახეობებს შევეხეთ, მე რამოდენიმე მათგანის სახელი დავიმახსოვრე. დამბახაჭო, ეს შედარებით ცნობილია მუჩლი, გუდა, ჩლეჩილი, ჩეჩილი, ჩოგა, წენილი და ეს ყველაფერი კიდევ ისიც ვთქვათ აუცილებლად, რომ თაფლში და ღვინოში დავარგებული, ხო? აი, რადგან სახეობები ვახსენეთ, მოდი იმ სახეობებსაც შევეხოთ, რომელიც არც ისე პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულია ეს ყველაფერი. დიახ. აი თქვენ ძალიან კარგად დაასახელეთ უკვე ის სახეობები, რომელიც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენი აზრით, იმიტომ რომ ეს ებნის ასევე აგროტურიზმის განვითარებასაც, თვითონ დამზადების პროცედურა და მეთოდი არის ძალიან საინტერესო ტურისტისთვის. გემური თვისებებითაც გამოირჩევა თითოეული ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ და ასევე მინდა აღვნიშნო ის ნაყოფიერი თანამშრომლობა საკპატენტთან აუცილებლად, იმიტომ რომ სწორედ მათთან ერთად ჩვენ შევძელით და 13-მდე ყველის სახეობა დარეგისტრირდა როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი, აი როგორც ღვინოში გვაქვს მაგალითად, ხო არის აი ცნობილი გეოგრაფიული ადგილწარმოშობის დასახელებები, წინანდალი, თქვათ, კინძმარაული და ასე შემდეგ. გვინდა რომ იგივე მიდგომა იყოს ყოველთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, არანაკლები ტრადიცია გვაქვს ყველის ვიდრე ღვინის საქართველოში, ღვინოსთან მიმართებაში და ასევე სახეობები ძალიან მრავალფეროვანი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველანაირი მექანიზმით, მათ შორის სამართლებრივადაც, დავიცვათ ეს სახეობები და შემდეგ მოვახდინოთ პოპულარიზაცია და აი კვირას გამოფენაზე, ფესტივალზე შესაძლებლობა გვექნება სწორედ აი ესეთი უნიკალური სახეობები დავაგემოვნოთ, შევიძინოთ ასევე და ნელ-ნელა ასე ვთქვათ ეს დავიწყებული ყველები დავაბრუნოთ ჩვენს ყოველდღიურ მოხმარებაში. ჯემო, თქვენი კომპანია რა სახეობებით წარდგება ფესტივალზე? ჩვენი კომპანია არის ბუტანა, რომელსაც აქვს 3 სახეობის ყველი.
საფერავში დავარგებული, რომელიც ალბათ ყველასაც ძალიან ცნობილი არის. აი, იცით რა, ცნობილი, ან მე არც გამიგია და თუ შეგიძლიათ რა ხო გითხრათ, როგორ მზადდება ეს ყველი და რასთან ერთად უნდა მივიდეთ? ფერების მიხედვით ლოგიკურად რაღაცებს გოგოებიც მივხვდით, მაგრამ ეს საფერავში ძველდება. კი, ეს ყველი საფერავში სურნელიც კი, განსაკუთრებული არომატი აქვს. ეს ყველი ძველდება დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში, ღვინოში და განსაკუთრებულად გემრიელია, რა თქმა უნდა, საფერავთან. და თვითონ რა ყველია ამ შემთხვევაში? ეს არის სულგუნი. აი, რადგანაც ახსენეს ღვინის და ყველის კოლაბორაცია, ასე ვთქვათ. მოდი გითხარით და გვირჩიეთ, აი რომელი ყველი რომელ ღვინოს უხდება? აი მაგალითად თეთრ მშრალ ღვინოს რომელი ყველი უხდება და საფერავს მივხვდით, რომ საფერავში, ასე ვთქვათ, დაძველებული ყველი უხდება. კი, აი იდეალური ვარიანტი არის საფერავში დაძველებული ყველი, რომელსაც დამატებული აქვს კამემბერისობი. იდეალური არის კი თეთრ ღვინოსთან, რომელიც ძალიან გემრიელი არის და იდეალური არომატი აქვს. წითელ ღვინოს რა უხდება? მე წითელ ღვინოს. წითელ ღვინოს უხდება საფერავში დავარგებული. ობის გარეშე. ობის გარეშე, რომელიც ასევე არის ჩვენთან წარმოდგენილი და აგრეთვე არის თაფლში დაძველებული ღვინო. ღვინო არა, ყველი, ხო? ასე კი, ეს თაფლში დაძველებული ყველიც ასევე 1 კვირა ძველდება დაახლოებით. და ეს იდეალური არის დილით რომ მივთვათ ჩაისთან ან ყავასთან. აი თაკო რისკენაც. ეს არის ყურძნის ეს არის კი ყურძნის მურაბა. ასევე წარმოდგენილი იქნება მსახურების ნაწარმი, ესე იგი ყველთან ერთად უნდა მივირთვათ ეს მურაბა? ეს მურაბა უფრო ყურძნთან არის დაკავშირებული და ეს პროალბათ დილის ისევე როგორც ყველს უხდება თაფლი, მაგალითად ჩირი და ეს ნიგოზი, თხილი, ალბათ ეს მურაბა ფანტასტიკური, რომ ხშირ შემთხვევაში ტკბილეულთან ერთადაც კი გამოვიდა. ისო ფესტივალს რომ დაუბრუნდეთ, საინტერესოა კიდევ რა აქტივობებია დაგეგმილი ფესტივალის პარკლებში. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ყველასთვის ღია ეს ფესტივალი, ყველა შეუძლია თავისუფლად დასწრება უფასო. რა თქმა უნდა, გარდა ყველისა, როგორც აღნიშნეთ, წარმოდგენილი იქნება 5 თაფლის კომპანია და 7 ღვინის კომპანია, ანუ შესაძლებელი იქნება ყველთან ერთად ღვინის და თაფლის დაგემოვნება, შეძენა ასევე ბავშვებისთვის იქნება ცალკე კუთხე გამოყოფილი, სადაც იქნებათ მათ შესაძლებლობა, რომ გაერთონ და მშობლებს ექნება შესაძლებლობა, რომ ასე ცოტა მეტი თავისუფლება მისცენ. ასევე მუსიკალური გაფორმება იქნება ქართული ქალაქური სიმღერებით და ასევე მოხდება ასე ვთქვათ დეგუსტაციის მოწყობა, ცალკე გამოყოფილი კუთხე ამისთვის, ასე რომ ძალიან საინტერესო და ძალიან დატვირთული ღონისძიებით გახსოვთ და მაინტერესებს ხალხის აქტივობა რამდენად დიდია ხოლმე მსგავს ფესტივალებზე? ძალიან დიდი აქტივობა, იმიტომ რომ ყველი ესეთი პროდუქტია მე მგონი ძალიან უყვარს ყველას და მით უმეტეს როდესაც საუბარია ახალი სახეობის ყველებზე, რომელსაც შეიძლება გაგონილი გვაქვს, მაგრამ არ დაგვიგემოვნებია, ყველას აინტერესებს და იზიდავს. თუ კი ეს თან გაფორმებულია ლამაზად ეს ყველაფერი და კარგად მიწოდებული, რა თქმა უნდა, დამატებით იზიდავს ეს ჩვენს მოსახლეობას და იმედი მაქვს, რომ კვირა დღეც იქნება ასეთივე საინტერესო და გაამართლებს კვირას ვარდების მოედანზე. კვირას ვარდების მოედანზე 11-დან 17 საათი. რამდენად მასშტაბურია თვითონ აი ამ ჩვენთვის უჩვეულო სახეობის ყველის წარმოება თვითონ და აი რამდენად ხელმისაწვდომია ვთქვათ მაღაზიებში? წარმოება არც თუ ისე დიდია, რადგან ჯერჯერობით მოთხოვნა არ არის დიდი, უფრო ალბათ ფასის გამო, რადგან ამ ყველის წარმოებას გარკვეული დრო ჭირდება და შესაბამისად ფასიც მაღალია. უფრო დიდი ხარჯი, ვიდრე ჩვეულებრივი იმერული ყველის ან სულგუნის. დიახ. თუმცა ალბათ თუ მოთხოვნა გაიზრდება და ვთქვათ იყიდის ბევრი, შესაბამისად შეიძლება მე უკვე იფიქროთ დაკლებაზე. ამიტომ პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა სწორედ პოპულარიზაციის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დიდი ჰიპერმარკეტში შევიტანოთ ეს ყველი ღვინოსთან ერთად და უფრო მასშტაბური სახემები. ძალიან კარგი იქნება თუ განვითარდება და როგორც ღვინო გააქვთ აქედან და მიაქვთ საჩუქრად, იგივე ტურისტებს მიაქვთ თავიანთ ქვეყნებში ღვინო, ასე წაიღონ ყველი, იმიტომ რომ თურმე ძალიან ბევრი სახეობის ყველი ქონია საქართველოში. ერთმანეთს ძალიან უხდება და ერთმანეთს ძალიან უხდება და შენახვა
ქართული ყველის ბრენდად ქცევა არის გადაწყვეტილი სოფლის სამინისტროს მიერ, ხო? სოფლის მეურნეობის. აღნიშნე რომ რამდენიმე სახეობა 14 სახეობის ყველი დარეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის ყველი. ეს ერთ-ერთი მექანიზმია კარგი იმისა, რომ ხელი შეუწყოთ ამ ყველის მერე პოპულარიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს გამოფენებში, როცა მონაწილეობთ საზღვარგარეთ, აუცილებლად ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველიც იყოს წარმოდგენილი. ბაზარსაც გააჩნია, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ევროკავშირთან მოგეხსენებათ, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მაგრამ გარკვეული პროდუქტები ჯერჯერობით ვერ გადის, იმიტომ რომ სტანდარტების დაკმაყოფილება არის საჭირო. ეს ეხება განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, მათ შორის ყველსაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, სამინისტრო მუშაობთ აქტიურად, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად სწრაფად მივახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის და სტანდარტები დავნერგოთ იმისთვის, რომ მე უკვე ექსპორტზეც იყოს შესაძლებელი ყველის გატანა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ ბაზარზეც არის სიმწირე, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ამ ნაირსახეობების ჩვენი ყველის და ამიტომ პირველ ეტაპზე ალბათ თვითონ ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია არის პირველი ნაბიჯი და შემდგომ უკვე საექსპორტო ბაზრებზე გატანა. ჩვენ დავიცნობთ ალბათ ჩვენსაც და მე გავიტანოთ ტურიზმის განვითარების პარალელურად ვიცით, რომ ძალიან აქტიურად ვითარდება ტურიზმის სექტორი საქართველოში და იზრდება უცხოელი ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე და ესეც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ადგილობრივ ესეთი ნიშური პროდუქტების რეალიზაციას, რაც ჩვენი ფერმერისთვის ეს არის მთავარი, რომ მან მერე მოახდინოს რეალიზაცია თავის პროდუქციის და ამიტომ რა გზით მოახდენს ეს იქნება საექსპორტო ბაზარი თუ ადგილობრივი ბაზარი, მთავარია მას დაუფასდეს შრომა და მისი, ასე ვთქვათ, ინტერესი დაკმაყოფილდეს ამ კუთხით. ჯემოს მინდა ვკითხო შენახვის პირობებზე უცებ თუ შეიძლება აი როგორც ვხედავთ ვაკუუმის პარკებშია ხო შენახული ეს ყველი და ის სიტყვაზე საჩუქრად გადაწყვიტეთ გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორ უნდა შევინახოთ, რამდენი ხანი შეიძლება რომ ესე უმაცივრო და მაქსიმალში შენახვის პირობებზე რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება? კი, შენახვის პირობები რა თქმა უნდა უმჯობესია რომ შეინახოთ ყოველთვის მაცივარში, მაგრამ იგივე თუ მიდიხართ საზღვარგარეთ. მე როგორც ვიცი, ან ჩვენ ხშირად ვაგზავნით ხოლმე, გაზეთში ვახვევთ ხოლმე, სწორია, ასე თუ არ აქვს მნიშვნელობა? თუ ვაკუუმშია შეფუთული უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ იქ ჰაერი აღარ არის და შესაბამისად აღარ არის რომ მალე გაფუჭდეს კი. თუ ვაკუუმში არ არის, როგორ უნდა შევინახოთ? რამდენიმე დღე შეგიძლიათ რომ შეინახოთ მაცივრის გარეშე, მაგრამ შემდეგ უკვე აუცილებელი და მაცივრი. ერთ დღეზე მეტი ხო არავინ არ ვიფრენდა თავის ხო შეგვიძლია რომ ნებისმიერი წარმოება. მოკლედ კვირას მირაზმებით ვარდების მოედანზე 11 საათიდან 5 საათამდე, ხო? ხო, სწორად ვამბობ, ძალიან კარგი იმისთვის რომ დავაგემოვნოთ და ვნახოთ რამდენად დიდარია ქართული ყველი. კი ბატონო და ქართული პროდუქცია ამ მხრივ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი იმედი მაქვს რომ ყველა იმ გეგმას განახორციელებთ, რაც დაგეგმილი გაქვთ და უნდა გადმოგცეთ ჩვენი უგემრიელესი ბარამბოს ახალი პროდუქტი, ეს არის ძიანი შოკოლადი, მარწყვი ჩიზკეიკი, ძიანი შოკოლადის ფილა, კეიკი, პანაკოტა და შავი შოკოლადის ფილა, კარამელ მაკიატო და გარდამსა გვაქვს ასევე ნაკრები, ხო? კამფეტების როგორია სლოგანი არის კარგი და გემრიელი მეგობროთ. ვიმეგობროთ. ბატონო, მე დიდი იმედი მაქვს რომ ეს იქნება ჩვენი მეგობრობის საწყისი. ქრონიკის დროა უკვე იმედის დილაში და ჩვენ შემდეგ კვლავ